რეჟიმი იზოლაციაში ვარშავაში საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომაზე ევროკავშირის კანდიდატებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს. ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო სამიტზე, სადაც ევროპის უსაფრთხოება და რუსეთიდან მომავალი რისკები განიხილეს. დიპლომატების არაფორმალური სხდომა ვარშავაში გაიმართა პოლონეთის საგარეოდან, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ფორმულას უთხრეს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ოცნების მიერ ევროინტეგრაციაზე უარი გახდა. ბლოკმა ოცნებასთან კონტაქტების შემცირების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა. ასე ევროკავშირმა ივანიშვილის პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უპასუხა. ორმაგი სტანდარტები არის ყველგან. ორმაგის ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი ქართული ხალხის დამსახურებით, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები დამსახურებით, ხელისუფლების დამსახურებით, ქართული ხალხის დამსახურება ის რომ ეს ხელისუფლება ყავს ნამდვილად და ის რომ კანდიდატის სტატუსი აი იმ ხელისუფლების დამსახურებით. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა არ მიიწვიეს იქ, სადაც ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა მიიწვიეს. ამას რით ახსნით? იმით რომ ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის არავიზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვა, ეს არის ჩვენი პოზიცია. ეს პასუხისმგებლობა სად ხედავთ, ხალბატონო მაკა? თქვენი პასუხისმგებლობა არსად არის ამ საქმეში? ხალბატონო მაკა. ხალბატონო მაკა, უპასუხეთ ჩვენს შეკითხვებს. თქვენი პასუხისმგებლობა არ არის იმაში, რომ ვარშავაში არ იმყოფებოდა ქართული ოცნებიდან არავინ? ვარშავაში არ მიგიწვია, პოლონეთის ბრალი არის და არა ქართული. ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს, რა ვქნათ. ეშველება ყველაფერს. ღონისძიება რაზე უნდა ისაუბრო, ისიც არ იცი, რაზე ვისაუბრო. საით მივდივართ, გამაგები. გაინტერესებს საით მიდიხართ, ხალბატონო მაკა?